ქრისტი, აქ მოგიმზადე 9 რეპერი. ახლა შენ 4 კითხვაში უნდა შეძლო და გამოიცნო ის რეპერი, რომელიც მე ჩავიფიქრე. ძალიან რთულია. არ არის საერთოდ რთული. მანამდე ხალხი კომენტარებში დაწერს, რომელი არის მათი საყვარელი რეპერი. კარგი, დავიწყეთ. რეპერი, რომელიც შენ ჩაიფიქრე, გოგოა? არა, ქრისტი, გოგო არ არის. ეგ რო ჩამიფიქრები და ძალიან მარტივი იქნებოდა, მე მგონი ხვდები. რეპერი, რომელიც შენ ჩაიფიქრე. ბეთლემში მონაწილეობდა? კი. ესე იგი, ნოზაძე და მასტერი გამოირიცხა. ასეა ზუსტად. დაგვრჩა 6 რეპერი. დიახ, დიახ. და დაგჭა 2 კითხვა მინდა გითხრა. რეპერი, რომელიც შენ ჩაიფიქრე. PvP-ს გამარჯვებულია? კი, გამარჯვებული არის. ესე იგი, Young Mike და კონტრა გამოირიცხა. ასეა. 4 ადამიანი დაგვრჩა. 4 ადამიანი დაგჭა და 1 კითხვა ქრისტინე. რეპერი, რომელიც შენ ჩაიფიქრე. ბოლო სეზონის გამარჯვებულია? არა. შესაბამისად, შენ კითხვები აღარ დაგჭა და ახლა უნდა მიენდო შენს ინტუიციას და გამოიცნო, ვინ ჩავიფიქრე მე. აი, ძალიან რთულია. რა არის რთული, ქრისტი, ინტუიციას მიენდე. ქალური ინტუიცია ყოველთვის მუშაობს. არ ვიცი, ხა ინტუიცია მე არ მაქვს. კარგი, მე ვფიქრობ, რომ ბანი აირჩიე. მე ესე ვფიქრობ. საბოლოო პასუხია? კი, საბოლოო პასუხია ბანი. და შენ ხარ მართალი ქრისტი და მე ავირჩიე ბანი. მართლა ის. ძლივს არ გაიმარჯვე რაღაცაში, ქრისტი, დავიტანე. მე ხომ მქონია ინტუიცია, მთლად ისიც არ ვარ. წყალწაღებულიც არ ვარ მთლად. რა გინდა, ქრისტი, სერიოზული ინტუიცია არის რა.